მოგესალმებით. ეს არის განათლების ტელევიზიის ერთ-ერთი გადაცემა განათლებისთვის, რომლის განმავლობაშიც მიმოვიხილავთ პანდემიასთან და განათლების სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს. დღევანდელ გადაცემაში შევეცდებით რამდენიმე საკვანძო კითხვას და საკითხს გავცეთ პასუხი. პირველი ვისმენთ რა საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ძირითადად საუბარია წარმატებულ გამკლავებაზე პანდემიის პერიოდში და განათლების სისტემაში. შესაბამისად მნიშვნელოვანია განვიხილოთ მართლაც ამდენად წარმატებული იყო საქართველოს პასუხი და საქართველოს განათლების სისტემის პასუხი პანდემიის სისტემაში და ამავე კონტექსტში რეალისტურმა შეფასებებმა რა ტიპის ხარვეზები შეიძლება გამოიწვიოს განათლების სისტემის განვითარების თვალსაზრისით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამავე გადაცემაში კარგი იქნება რომ განვიხილოთ და განვიხილავთ, ეს იქნება სკოლების გახსნასთან და დახურვასთან მიღებული გადაწყვეტილებები, რამდენად ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილებები არსებულ კვლევებსა და მტკიცებულებებს და ამ გადაწყვეტილებებს რა ტიპის გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოსწავლეებზე და რა ტიპის ალტერნატივები შეიძლებოდა ყოფილიყო თუ კი მტკიცებულებებზე და კვლევებზე არსებული გადაწყვეტილებები გვექნებოდა. და მესამე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც აგრეთვე მიმოვიხილავთ დღევანდელ გადაცემაში, ეს უკავშირდება პანდემიის პერიოდში გამოვლენილ საგანმანათლებლო პოლიტიკის საკითხებს, რომელიც წარმოაჩინა პანდემიამ და რომლის გადაწყვეტაც პანდემიის პერიოდში და პანდემიის შემდგომ იქნება მნიშვნელოვანი. სწორედ ამ რეფორმებზე, ამ რეფორმების შესაძლო განვითარებებზე ვისაუბრებთ. ეს არის ის სამი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც შევეხებით გადაცემის განმავლობაში. გადაცემას ეყოლება სტუმარი, მასპინძლის როლს მე ვიკისრებ, ხოლო სტუმრად გვეყოლება განათლების ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბატონი სიკო ჯანაშია და მე და სიკო განვიხილავთ და ვიმჯელებთ სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს. ამ შემთხვევაში მასპინძლის როლი არ შემოიფარგლება წმინდა ჟურნალისტური კითხვების დასმით, არამედ შევეცდებით ერთობლივად განვიხილოთ ის ჩამოთვლილი საკითხები, რომელიც იყო წარმოდგენილი. სანამ უშუალოდ სიკოსთან ერთად გადავა კონკრეტული საკითხების განხილვაზე, მინდა განვიხილოთ ის ვითარება, რაც ზოგადად დაკავშირებული იყო კოვიდის გავრცელებასა და განათლების სისტემასთან მთელ მსოფლიოში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უნდა ვთქვათ, რომ მას უარყოფითი გავლენა ჰქონდა არა მარტო საქართველოზე ან ცალკეულ ქვეყნებზე, არამედ მთლიანად გლობალურად მთელ მსოფლიოზე. დამატებით სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები მსოფლიოში შეექცნა და სწავლის ხელმისაწვდომობა შეეზღუდა დაახლოებით 150 მილიონ მოსწავლეს, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა, თუმცა მთლიანად პანდემიამ გავლენა იქონია დაახლოებით მოსწავლეთა საერთო რაოდენობის, მსოფლიოში საერთო რაოდენობის 90%-ზე, რაც დაახლოებით მილიარდ ნახევარი მოსწავლეა. ამასთან ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალდა ყველაზე ნაკლებად განვითარებული დაახლოებით 463 მილიონ მოსწავლეს არ ჰქონდა წვდომა ინტერნეტზე და კომპიუტერულ მოწყობილობებზე, რაც მოსწავლეთა რაოდენობის 1/13-ზე მეტია და შესაბამისად ამ დისტანციური სწავლების, გადაუდებელი დისტანციური სწავლების პირობებში ისინი მთლიანად აღმოჩნდნენ სწავლების მიღმა. რასაც მინდა აქ ხაზი გაუსვა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დისბალანსი და სხვაობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებად ქვეყნებს შორის და ამ თვალსაზრისით არსებული დისბალანს ნათლად წარმოგვიდგენს მაჩვენებელი იმის შესახებ, თუ რა განსხვავებები არსებობდა განვითარებულ და განვითარებად სამყაროებს შორის. მაგალითისათვის გრაფიკზე თქვენ ხედავთ ცხრილს, სადაც ნაჩვენებია დიაგრამა, რომლის მიხედვითაც ნათელია იგივე გაზაფხულის სემესტრში, 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში, როდესაც პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლება გამოცხადდა მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, თუ დღეების რა რაოდენობა გაუცდათ სხვადასხვა შემოსავლების ქვეყნების მოსწავლეებს და ნახავთ, რომ
დაბალი და დაბალი შემოსავლების ქვეყნებს და საშუალოზე დაბალი შემოსავლების ქვეყნებს 68 და 62 დღე გაუწდათ თლიანობაში, როდესაც მაღალი შემოსავლების ქვეყნებში დღეების რაოდენობა, გასცენილი დღეების რაოდენობა იყო მხოლოდ და მხოლოდ 27. შესაბამისად, საკმაოდ მნიშვნელოვან განსხვავებებს იძლევა. ზოგადადაც არსებობს იუნესკოს რუკა, რომელიც ნახოთ შეგიძლიათ უკვე ყოველ კვირეულ რეჟიმში, სადაც ნაჩვენებია სკოლების გახსნა და ხურის ტენდენციები, ისევე როგორც მსოფლიოში მოსწავლეთა საერთო რაოდენობები, რამდენი სწავლობს დისტანციურად და რამდენი სწავლობს პირისპირ და რამდენი საერთოდ ვერ სწავლობს. შესაბამისად, თუ ამ რუკებსაც გადავხედავთ, იქაც თვალნათელია, როგორი დიდი განსხვავებაა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. შესაბამისად, პანდემია მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე წარმოშვა ისედაც არსებული დიდი უთანასწორობა განვითარებულ და განვითარებად სამყაროს შორის. სამწუხაროდ, საქართველოს ამ შემთხვევაში არის არაგანვითარებული ქვეყანა ჩვენ და სამწუხაროდ და შესაბამისად ის მინუსები, რომელიც დამახასიათებელი იყო პანდემიისთვის, საქართველოსთვისაც შესაბამის გავლენას ახდენდა. თუმცა ხშირ შემთხვევაში განათლების და მეცნიერების სამინისტრო ცოტა განსხვავებულად უყურებს არსებულ მდგომარეობას და ძირითადად ხდება პოზიტიური შეფასებები არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ განათლების და მეცნიერების მინისტრის განცხადება და შეფასება თუ როგორ გაუმკლავდა განათლების და მეცნიერების სამინისტრო არსებულ რეალობაში გამოწვევებს. შევინარჩუნეთ განათლების უწყვეტობა, ხარისხი და ხელმისაწვდომობა. შეუფერხებლად გაგრძელდა ინფრასტრუქტურული პროექტები. წარმატებით დავნერგეთ დისტანციური სწავლება. პირველ არხთან თანამშრომლობით დავიწყეთ უნიკალური საგანმანათლებლო პროექტი ტელესკოლა. შეიქმნა ახალი ტელეარხი, პირველი არხი განათლება. გაკვეთილების ბადე მოიცავს ყველა კლასსა და საგანს. ტარდება აბიტურიენტის საათი. გაკვეთილები ადაპტირებულია ჟესტურ ენაზე, საგნები ისწავლება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც. პანდემიის პირობებში საქართველოში განათლების უწყვეტობას მაღალი შეფასება მისცა და ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითად დაასახელა კორპორაცია Microsoft-მა. საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებს განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად მაღალი შეფასება მისცა გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა. OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელმა COVID-19 კრიზისის პირობებში განათლების სისტემის ადაპტაციისა და დისტანციური სწავლების წარმატებით დანერგვის თვალსაზრისით საქართველო და ფინეთი ლიდერ ქვეყნებად დაასახელა. მინისტრის ამ კონკრეტული ვიდეოდან თვალნათელია პრინციპში განათლების და მეცნიერების სამინისტროს ხედვა. ყოველ შემთხვევაში საზოგადოებისთვის მიწოდება თუ რამდენად წარმატებული აღმოჩნდა განათლების სისტემა საქართველოში COVID-ის პირობებში და ალბათ საინტერესოა განვიხილოთ სწორედ ამ თვალსაზრისით არსებული ვითარება, კრიტიკულად შევაფასოთ არსებული ვითარება, რამდენად რეალურად წარმატებული იყო განათლების სისტემის პასუხი და ამ წარმატების პირობებში მაინც რა ტიპის პრობლემები იყო გამოწვეული, როგორც გაზაფხულის 2020 წლის, ასევე შემოდგომის სემესტრში და დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი და შემოგვიერთდება ჩვენი სტუმარი ბატონი სიკო. იქნება გავაგრძელოთ ამ მიმართულებით პრინციპში მსჯელობა და საუბარი, ანუ იგივე განათლების და მეცნიერების სამინისტროს ანგარიშებსაც თუ გადავხედავთ, იგივე ამ ვიდეოს თუ სხვა ვიდეო მიმართვებს თუ ვნახავთ, საუბარია პრინციპში მხოლოდ და მხოლოდ იმ წარმატებებზე, რომელიც შეიძლება ვთქვათ, რომ ნაწილობრივ შეიძლება იყო, თუმცა არ არის საუბარი რეალურად იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც მოიტანა სისტემაში პანდემიამ და შესაბამისად ნაკლებად ჩანს ის მექანიზმები თუ ინსტრუმენტები, რომლის სამუშაოებაც აუცილებელია ამ გამოწვევების საწინააღმდეგოდ. ამიტომ ალბათ საინტერესო იქნება ამ გამოწვევებზე ვისაუბროთ, რა დაგვანახა პანდემიამ გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც და შემდგომ გადავიდეთ რა შეიძლება გაკეთდეს ამ არსებული რეალური ვითარებიდან გამომდინარე, რომ გაუმჯობესდეს სიტუაცია.
ხო, მე მგონია რომ სწორია ის რომ ესე იგი ერთი მხრივ უნდა შევხედოთ სიტუაციას გლობალურად, ხო, რა მოხდა საერთაშორისო მასშტაბით და ის პრობლემები, რაც დავინახეთ საერთაშორისო მასშტაბით, ის პრობლემები საქართველოში როგორ გამოვლინდა, ხო, მაგალითად შენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ უთანასწორობა გაიზარდა ერთი მხრივ ქვეყნებს შიგნით და მეორე მხრივ ქვეყნებს შორის, ხო? ანუ ქვეყნებს შიგნით შედარებით სოციალურად უფრო ძლიერ ოჯახების შვილებსა და სხვა ბავშვებს შორის ეს საქართველოშიც დადასტურდა, რა მსგავსი პრობლემები არსებობს. არსებობს ეს უთანასწორობა ჩვეულებრივ რეჟიმშიც, ცხადია პანდემიამდე, მაგრამ პანდემიამ აჩვენა ის, რომ როდესაც მაგალითად ტექნოლოგიები არის ხდება მნიშვნელოვანი, მაშინ ეს უთანასწორობა კიდევ უფრო აშკარა ხდება, იმიტომ რომ მაგალითად ინფრასტრუქტურა არ არის თანაბრად განვითარებული ხო ქვეყანაში. ეს უთანასწორობა ჩანს ასევე პედაგოგიური თვალსაზრისითაც, ხო? მაგალითად კომპეტენციები როგორ არის განაწილებული ქალაქსა და თქვა სოფლებში თუ სხვა ტიპის დასახლებებში. მაგრამ მე მგონი კიდევ ერთი რაც შეიძლება ვიმსჯელოთ არის არა მხოლოდ ის რა პრობლემები აქვს ბავშვს, არამედ კიდევ რა პრობლემები გვაქვს ჩვენ საზოგადოებას იმ პოლიტიკის პარკლებში, რომელსაც ხედავთ, ხო? როისი ერთ-ერთი გამოხატულებაც არის ეს ვიდეო, რასაც ხედავთ, როდესაც პრობლემების დანახვის, ჩვენების თუ გააზრების ნაცვლად გვაქვს რაღაცა საზეიმო ცერემონიალები. ну რეალურად პრინციპში გარკვეული პრობლემების ამოკითხვა მიუხედავად ამ პოზიტიური და საზეიმო ცერემონიებისა თვითონ განათლების და მეცნიერების სამინისტროს ან მათი სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მოტანილ ინფორმაციებშიც არის შესაძლებელი იგივე განათლების და მეცნიერების სამინისტრო საკუთარვე ანგარიში ახსენებს რომ მოსწავლეთა 12%-ს დაახლოებით 63,000 მოსწავლეს არ ჰქონდა ინტერნეტზე ცუდობა იმავე ანგარიში მოცემულია რომ მოსწავლეთა 14%-ს დაახლოებით 72,000 მოსწავლეს არ ჰქონდა კომპიუტერულ მოწყობილობებზე ცუდობა იგივე გამოცდებისა და შეფასების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა რომელიც ამ პერიოდში ჩატარდა ამბობს მხოლოდ 79%-ს აქვს ინტერნეტზე ცუდობა და ეს მონაცემები დასტურდება თვითონ განათლების და მეცნიერების ან მის საჯარო სამართლის იურიდიული პირის მონაცემებში ამავე კონტექსტში საინტერესოა იგივე გაზაფხულის სემესტრში იგივე სამინისტროს მონაცემებში მათ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ჩანს რომ Microsoft Teams-ის მომხმარებელთა რაოდენობა რომელიც იყო მთავარი ინსტრუმენტი და პლატფორმა ამ შემთხვევაში და პირდაპირ ქონა სკოლებს დავალებული და სწორედ ადმინისტრირება ცენტრალიზებულად ხდებოდა რომ Teams-ის მომხმარება ყოფილიყო მარტის თვის ბოლოს ანუ როცა დაიწყო პანდემია მხოლოდ 30% რეგისტრირებული მოსწავლეების მოიხმარდა Teams დაახლოებით 156,000 მოსწავლე. ნუ აპრილსა და მაისის თვეში ეს მონაცემი შედარებით გაიზარდა და ჩვენ შეგვიძლია თვალნათლივ იგივე ვნახოთ გრაფიკულად ის პროცენტული მაჩვენებელი Teams-ის მომხმარებელთა, ისევე როგორც Teams-ის სხვადასხვა პროდუქტის, Microsoft Office-ის სხვადასხვა პროდუქტის იგივე OneDrive იქნება თუ ელექტრონული პოსტის მომხმარებელთა რაოდენობა, დაახლოებით რეგისტრირებულ რაოდენობათა 10%-ია. მაქსიმუმ 10%-ია, ხოლო ანუ როდესაც მაგალითად მაისში გაზაფხულის სემესტრში გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა და 50%-ს გადასცდა მოსწავლეთა რაოდენობა, ელექტრონული პოსტის და OneDrive-ის მომხმარებელთა პროცენტული რაოდენობა შემცირდა. ანუ იმის თვალნათელი მაგალითია, რომ მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობა იყენებდა მოსწავლეთა მცირე რაოდენობა ამ პროდუქტებს და ამ ინსტრუმენტებს და ისევე როგორც ზოგადად Teams-შიც რეგისტრირებული მოსწავლეების დიდი რაოდენობა Teams არ იყენებდა გაზაფხულის სემესტრში. ეს მნიშვნელოვანი დადასტურება არის ამის, თუმცა სამწუხაროდ საუბარია მხოლოდ გარკვეულ ჯგუფებზე, რაზეც შენც ისაუბრე უთანასწორობის თვალსაზრისით, თუმცა მგონია რომ ეს ჯგუფების რაოდენობა უფრო დიდია და გაცილებით დიდია და საკმაოდ დიდია. ალბათ გაცილებით უფრო დიდია, თუ კი ჩვენ სამწუხაროდ არ გვაქვს ეს სურათი
და როგორც აღმოჩნდა არც განათლების და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს ეს სურათი, იმიტომ რომ მსგავს მონაცემებს არ ამუშავებს. თუ მივყვებით ამავე მონაცემებს რაიონების მიხედვით, ან კლასების მიხედვით, ალბათ აღმოჩნდება რაიონები და სხვადასხვა კლასები, სადაც უფრო მძიმე ვითარება გვაქვს. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ხომ არ ფიქრობ, რომ პრინციპში ჩვენ ვცდილობთ დავხუჭოთ რაღაცეებზე თვალი და ჩავთვალოთ, რომ გაზაფხულის სემესტრმაც ჩაიარა. ნუ შემდგომ ვისაუბრებთ შემოდგომის სემესტრზე არსებულ ვითარებაზეც, მაგრამ ხომ არ არის ამაზე საუბარი იმის წინაპირობა, რომ უბრალოდ გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი გადავაბორეთ, დავმალოთ ეს ყველაფერი და განათლების და მეცნიერების სამინისტროს ამას ემსახურება, რომ ნუ ერთის მხრივ საუბარი იყო აკადემიურ წელზე და ეს გამართლებული იყო, რომ არ იყო აღებული და ნუ მეორეს მხრივ თუ კი ვაღიარებთ, რომ რეალურად მოსწავლეთა ნახევარი იგივე ტიმში არ ერთვებოდა და არ იღებდა მონაწილეობას, უნდა ვთქვათ, რომ ინტერვენციები, რომელიც ამის კომპენსირებად გვექნება, უნდა იყოს გაცილებით დიდი და მასშტაბური და მათ შორის ფინანსური დანახარჯები უნდა იყოს დიდი. როგორ ფიქრობ ამ კონტექსტში, რამდენად სწორია სწორედ ესეთი მიდგომა, რომ რაც შეიძლება პოზიტიურად წარმოვაჩინოთ, ნაცვლად იმისა, რომ პრობლემებზე ვისაუბროთ და შესაბამისი ინტერვენციები დავგეგმოთ. ეს ახალი არ არის. ეს მიდგომა, რაც სამინისტროს აქვს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ზოგადად განათლების პოლიტიკაში. სამინისტრო როდესაც ესაუბრება საზოგადოებას, როდესაც ანგარიშს წარუდგენს საზოგადოებას პანდემიამდეც და ეხლა განსაკუთრებით პანდემიის დროს ეს აღკარად ხდება, ის საუბრობს ხოლმე არა პროცესის დახვეწაზე და არა შედეგებზე, რა შედეგები გვაქვს სასწავლო პროცესის შედეგად, არამედ საუბრობს ხოლმე თავის ძალისხმევაზე, რა გააკეთა მან და რა შედეგი ჰქონდა იმას, რაც გააკეთა მან. ანუ სამინისტრო საზოგადოებას ეუბნება, რომ მაგალითად შექმნა რაღაც რაოდენობის ანგარიშები მოსწავლეებისთვის, რაღაც რაოდენობის ანგარიშები, რაღაც Microsoft-ის პლატფორმაზე მასწავლებლებისთვის. მაგრამ არასდროს არ საუბრობს იმაზე, ეს გამოიყენება თუ არა ეს ანგარიშები, ანუ კი მონაცემები არსებობს, ან თუ შეეცდება მკვლევარი რომ მოიგოს, როგორ შენ შეეცადე, შეიძლება მოიგოს, ან შეიძლება სამინისტროს ანგარიშებში სადღაც რაღაცებს გავსი ვიპოვოთ. მაგრამ სამინისტრო ზოგადად თავის ამოცანად არ ხედავს იმას, რომ მაგალითად ჩვეულებრივ სასწავლო პროცესში ბავშვი ჩართული იყოს, ან ჩვენ ისიც არ ვიცით, ჩვეულებრივ სასწავლო პროცესის დროს რამდენი ბავშვი აწდენს, ხო? სკოლას ან რამდენი ვერ იღებს ხარისხიან განათლებას და ასე შემდეგ. შედეგებზე საუბრის დროს, ახლა შედეგები იმდენად იშვიათად ხდება სამშობლო საგანი, მაგალითად, როდესაც საერთაშორისო შეფასება ტარდება, ან ეროვნული შეფასება, რომ საერთოდ ამ პროცესთან კავშირს ვერ საზოგადოება ვერ ხედავს ხოლმე. და მე მგონია, რომ ეხლა ძალიან კაფიოდ გამოჩნდა პანდემიის დროს ეს მიდგომა, როდესაც სამინისტრო ამბობს, რომ ინტერნეტი არ აქვს, ვერ იყენებს იმ რაღაცა შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ მივეცით, ხო? ბავშვებს მაშინ არსებობს ტელევიზია, ტელევიზიისთვის გავაკეთეთ ჩვენ ტელესკოლა, ხო? მაგრამ იქაც არ ასახელებს სამინისტრო, მაგალითად, რამდენი ბავშვი უყურებს ამ ტელესკოლის გაკვეთილებს, როგორ იყენებენ მასწავლებლები, თუ იყენებენ ამ ტელესკოლას იმისთვის, რომ გააძლიერონ თავის სწავლება. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ეს პრობლემაა და პრობლემა არის ან ზოგადად ეს შენატანებზე, ხო, ეს ეძახიან ხოლმე სპეციალისტები, შენატანებზე კონცენტრირება, რომ მოდი ჩვენ ახალი წიგნი გამოვუშვათ და დისკუსიად მე საზოგადოებაში ამაზე ახლა, ხო, აი თქვა პირველი კლასის დედა-ენაზე უფრო მეტი დისკუსია, ვიდრე იმაზე, თუ რამდენად საინტერესოა ბავშვებისთვის სწავლა პირველ კლასში, ზოგადად, ხო, ან იმაზე უფრო მეტია ხოლმე საუბარი, თქვა როგორი კომპიუტერის მიცემა ჯობია ბავშვისთვის, ვიდრე იმაზე საუბარი, როგორ გამოიყენოს ეს კომპიუტერი სასწავლო პროცესში ამ მოსწავლემ. მაგრამ მე მგონია, რომ ეს პრობლემა. მეორე პრობლემა არის ისიც, რომ როდესაც პრობლემებს არ ასახელებს სამინისტრო და არ ამბობს, ხო, კონკრეტულად რა ტიპის პრობლემების გადაჭრას ცდილობს, ის მაშინ საზოგადოებას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, უნივერსიტეტებს, არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო ორგანიზაციებს სხვა ადამიანებს, მათ შორის სკოლებსაც უჭირთ იმის დანახვა, მათი როლი რა შეიძლება იყოს საზოგადოების განათლებაში. ხო, მაგალითად, რა შეიძლება კვლევარმა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს პრობლემა შეისწავლოს და თქვა რაღაცა გამოსავალი დადოს, ან რა შეიძლება დონორმა ორგანიზაციამ გააკეთოს იმისთვის, რომ დაეხმაროს სისტემას ამ პრობლემის გადაჭრაში, ან რა შეიძლება
მაგალითად უნივერსიტეტმა გააკეთეს იმისთვის, რომ მასწავლებლების მომზადების პროგრამებში გაითვალისწინოს და სხვა. თუ ჩვენ მხოლოდ მიღწევები გვაქვს, მაშინ გასაკეთებელი არაფერი აღარ გრჩება, ხო? და სამინისტროს უწევს მერე გამოუკიდებლად ყველას დახმარების გარეშე ან კულისებს მიღმა გაუმჭირვალედ რაღაც ტიპის გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც შეიძლება არც ერთ ახალგაზრდას საზოგადოება. კი პრინციპში ტელესკოლა კარგი მაგალითია იმის, რაზეც არის საუბარი, იგივე მაგალითად ყოველთვის არის აფიშირება, თქოს ეს იყო უნიკალური პროექტი. მოდი ვთქვათ, შესაძლებელია ეს იყო საჭირო პროექტი გარკვეული ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით ის ჯგუფები, რომელიც ჩამოთვალეთ, ხომ, ინტერნეტის არ მქონე და მოწყობილობების არ მქონე, თუმცა ალბათ სწორედ საინტერესო იქნებოდა ამ ჯგუფებზე რამდენად პოზიტიურად იმოქმედა და რამდენად გამოიყენეს ეს რესურსი. იგივე ანგარიში ვკითხულობთ სამინისტროსი, რომ იგივე მაგალითისათვის მათემატიკას უყურებდა გადაცემების დაახლოებით 37%, ყველაზე მეტი მაჩვენებელი იყო ის, თუმცა აქ არ მიუთითებს სწორედ ის ჯგუფები, ვიზეც იყო ორიენტირებული ეს გადაცემა, რამდენად იყენებდნენ. იგივე მასწავლებლები რამდენად იყენებდნენ ამ რესურსს სასწავლო პროცესში, ანუ როგორ იყო ჩართვა. ეს ხომ არ არის უბრალოდ გაკვეთილისთვის, არამედ მასწავლებელმა ის შეიძლება გამოიყენოს სასწავლო პროცესში შესაბამის სიტუაციას. იგივე მაგალითად სამინისტროს უწერია, რომ ეთნიკური უმცირესობები იყო ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფი პანდემიის პერიოდში, მაგრამ თუ კი ტელეგადაცემებს ვნახავთ, თვითონ ტელეგადაცემების გაკვეთილების ხილი გვაჩვენებს მართალ წარმოდგენას, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ვინც იყო ინტერნეტის ტექნოლოგიების თუ მასწავლებელთა კომპეტენციების გამო, ეს ტელესკოლის ალტერნატიული მოდელი მათთვის თითქმის ხელმიუწვდომელი იყო, იმიტომ რომ მხოლოდ სამი საგანი გამოdaicemოდა, ეს იყო ქართული როგორც მეორე ენა, მშობლიური ენა და მათემატიკა. დანარჩენი საგნები უმცირესობათა ენებზე არ გადაიცემოდა და მიუხედავად იმისა, რომ იყო ალტერნატივები და საუბარი იმაზე, რომ ვიმსჯელოთ, რომ ეს არის პრობლემა და იქნება რეგიონული ტელევიზიების ჩართვა მოხდეს ამ მის შესავსებად და ასე შემდგომ, ამის ნაცვლად იყო საუბარი მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ შედეგებზე, ეს იქნებოდა ტელესკოლის სხვა სახით თუ სხვა რესურსების, იგივე ეთნიკურ უმცირესობებს LG-ს პლატფორმა, რომელიც შეიქმნა და რესურსები დაიდო და ამ თვალსაზრისით საუბარია თუ რამდენი რესურსი დაიდო, თუმცა რეალურად პროცესში როგორ გამოიყენეს ამაზე საუბარი აბსოლუტურად არ არის და იგივე ეს რესურსები იმ ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფისთვის, იგივე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის, ან ინტერნეტზე არ წვდომის არ მქონე მოსწავლეებისთვის აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო. სხვათა შორის საინტერესო იყო, როდესაც იგივე სტატისტიკურ ინფორმაციას ვამუშავებდი, რა არის ასახული განათლების და მეცნიერების სამინისტროში მონაცემების სახით და ანუ როგორ შეიძლება სტატისტიკური მონაცემების манипуляციაც კი რომ პოზიტიურად წარმოადგინო, მაგალითად სამინისტროს უწერია, რომ დისტანციურ სწავლებაზე იყო სკოლების 69% და მხოლოდ პირისპირ სწავლებაზე და 31% დისტანციურ სწავლებაზე. თუმცა ეს იყო, როდესაც დავიწყეთ ოქტომბერში და როდესაც ქალაქებშიც კი დაწყებით კლასებში სწავლება პირისპირ მიდიოდა და მალე ნოემბერში შეიცვალა სიტუაცია ერთის მხრივ, მაგრამ სამინისტროს ტექნიკურად აქვს თუნდაც ის გამოყენებული, რომ ჩვენთან პროპორცია სკოლების რაოდენობის და მოსწავლეების რაოდენობის სხვადასხვა არის. ანუ ქალაქის სკოლებში არის მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, სოფლის სკოლებში სკოლების დიდი რაოდენობა და მოსწავლეთა მცირე რაოდენობა და თუ ავიღებთ, რომ მაგალითად იგივე ნოემბერში 54% სკოლების გახსნილი იყო რეალურად მოსწავლეთა დაახლოებით 70% ონლაინ სწავლობდა. ხოლო რომ ჩვენ გვარწმუნებენ, რომ სკოლების 50% გახსნილია, ისე როგორც დაახლოებით ალბათ საერთაშორისო ანგარიშებში ანალოგიურს მიუთითებენ, რაც ალბათ განაპირობებს იმ წარმატებულებებს, ნაცვლად იმისა, რომ თქვათ, რომ 70% ჩვენ ნოემბერში ყავდა დისტანციურ სწავლებაზე, დისტანციურ სწავლებას ჰქონდა შესაბამისი პრობლემები და ეხლა უნდა ვისაუბროთ და ვიმსჯელოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე. ანუ პრინციპში ამ ნაწილის შეჯამებაზე რომ წავიდეთ, ალბათ თვალნათელია, რომ გასაგებია, რომ სამინისტრო ცდილობს საკუთარი ძალისხმევის წარმოჩენას, თუმცა ეს პრობლემატურია იმ თვალსაზრისით, რომ აღარ ცდილობს არსებული პრობლემების გადაჭრას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არც სხვა ორგანიზაციებს აძლევს ამის დასაბუთების საშუალებას, იგივე არასამთავრობო ორგანიზაციები იქნება, უნივერსიტეტები იქნება, რაც ახსენე, საკმაოდ რთულია მათთვის დაასაბუთონ
ამის საჭიროება ხშირ შემთხვევაში. თუმცა ერთიც უნდა ვთქვათ, განათლების და მეცნიერების სამინისტროს კრიტიკა რო არ გამოგვივიდეს და საკუთარი თავიც ვაკრიტიკოთ როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები, მკვლევრები თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კვლევები ამ თვალსაზრისით იყო ძალიან მცირე საქართველოში. გუშინ წინ ვესწრებოდი ლატვიის უნივერსიტეტის კონფერენციას და იქ იყო წარმოდგენილი არაერთი კვლევა თუ რა ხდებოდა პანდემიის პირობებში სკოლებში და ერთ-ერთმა დაუსვა კითხვა რომ აი მესამე რაუნდს ამ კვლევის როდის ჩაატარებთო და პასუხი იყო რომ ალბათ სწავლა რომ დამთავრდება მერე გამოვკითხავთ მასწავლებლებს, იმიტომ რომ მასწავლებლები უკვე გადაღლილები არიან ამდენი კითხვარისა და ამდენ კვლევაში მონაწილეობით, იმიტომ რომ ყველა ჩართული ამ პროცესში, ყველა ცდილობს გამოიკვლიოს და დადოს გარკვეული სურათი, თუმცა სამწუხაროდ ჩვენთან ანალოგიური არ ხდება. ან ვეროდები დონორ ორგანიზაციას, რომელიც დაგვეხმარება ამ კვლევის ჩატარებაში, თვითონ უნივერსიტეტების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ კვლევრების პოზიციონირება, რომ უფრო მეტი სურათი მივიღოთ არსებულ მდგომარეობაზე, ნაკლებია, რაც აგრეთვე უნდა ვთქვათ, რაც ალტერნატიულ ინფორმაციას მოგცემდა და მეტი ანალიზის საშუალებას მოგცემდა და რადგან კვლევებზე ჩამოვარდა საუბარი, პრინციპში გადავიდეთ იმ მეორე საკითხზე და მეორე კითხვაზე, რომელიც ამ გადაცემაში მინდა ვისაუბროთ. ეს არის რამდენად ეფუძნებოდა იგივე სკოლების დახურვისა და გახსნის საკითხი კვლევებსა და მტკიცებულებებს და რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი კვლევების და მტკიცებულებების არსებობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ საკითხზეც რომ გავშალოთ მეტნაკლებად, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში მსგავსი გადაწყვეტილებები რაღაც მტკიცებულებებს ეფუძნება, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებში ტარდება, ხოლო ჩვენ ძირითადად ვაფუძნებთ მთელ მსოფლიოს ან რომელიღაცა არარელევანტური ქვეყნის გამოცდილებას და რა ტიპის პრობლემებს იწვევს ეს. ხო, და ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რატომ იხურება, ან რატომ იხსნება სკოლები, ან რას უნდა ელოდოს, ხო? აი მე სკოლაში მუშაობ და მე მშობლები გვეკითხებოდნენ ამას წინათ შეხვედრაზე, რა მაჩვენებელს უნდა ველოდოთ იმისთვის, რომ მაგალითად სრულად გავიხსნათ, ან რაღაც შეზღუდვები მოხსნათ, ხო? ანუ მშობლების ნაწილი ელოდება რაციონალურ მაჩვენებელს, ხო, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტს თვითონ, მაგალითად ბავშვს გაუშვებს სკოლაში თუ ენდომება, რომ დატოვოს ის სახლში დისტანციურ რეჟიმზე, ხო? ანუ არა მხოლოდ სკოლების გახსნის და დაკეტვისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს მაჩვენებლები ჩამოყალიბდეს და ჩამოყალიბდეს არ მხოლოდ ჩამოყალიბდეს მთავრობის დონეზე, რომ მთავრობა იღებდეს ეს გადაწყვეტილებებს მაჩვენებლების მიხედვით, არამედ იმისთვისაც, რომ საზოგადოებამ მიიღოს ხოლმე გარკვეულწილად გაცნობიერებული და ინფორმირებული გადაწყვეტილება, ხო, იმასთან დაკავშირებით მისი შვილისთვის, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს, თქვა, თანდაყოლილი რაღაც სამედიცინო პრობლემა, რამდენად უსაფრთხოა ასეთ პირობებში სკოლაში წასვლა. აი მაგალითად რომ ავიღოთ სხვა გამოცდილება, ხო, ну, თქვათ, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება, იქ ჯერ ერთი მთავრობა არ ხსნიდა და არ კეტავდა, ხო, სკოლებს ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ენახა რა ინდიკატორების, ან რა მაჩვენებლების საფუძველზე ფიქრობდა თქვათ სახელმწიფო რომ სკოლას უნდა და სკოლას და სკოლის უშუალო მმართველს, თქვათ იქ სასკოლო ოლქებს უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება, ხო? მაგალითად ეს იყო არა მხოლოდ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად ვრცელდება ვირუსი, არამედ ინფორმაცია იმის შესახებაც, მაგალითად სკოლების შიგნით რა ვითარება, ასევე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, მაგალითად სამედიცინო სფეროში რა ვითარება, ხო, მაგალითად საავადმყოფოებში ადგილების რაოდენობა არის თუ არა შესაბამისი, რომ თუ განათლების სისტემა, ასე ვთქვათ, გავლენას იქონიებს, ხო, რაღაცა დაავადებულების რაოდენობაზე, მაშინ ექნება თუ არა ამ ადამიანებს მკურნალობის შესაძლებლობა. ესე რომ კომპლექსური სურათია, ხო და ერთი არის ეს რომ ჩვენ და შუალედური რგოლი საერთოდ არ არსებობს, ხო, ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ადგილობრივი მონაცემებზე დაყრდნობით მიიღებდა გადაწყვეტილებას და მონაცემებში არ გულისხმობ მაინც დაინფიცირებულების მონაცემებს, არამედ ადგილზე მაგალითად რა განწყობებია საზოგადოებაში, ხო, ეს უნდა იცოდეს გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად
შეიძლება გახსნა სკოლა და მშობლებმა არ გამოუშვან ხო ბავშვები სკოლაში, იმიტომ რომ მეშინიათ ხო ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს და ან მაგალითად ადგილობრივი ხელისუფლება უკეთესად იქნებოდა ჩართული თქვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში თქვა ინტერნეტის გაყვანა ცენტრიდან სკოლაში ძალიან რთულია, იმიტომ რომ სკოლამდე უნდა მიიყვანოს ვიღაცამ ინტერნეტი და ეს ვერ იქნება განათლების სამინისტრო. ესე რომ ძალიან აშკარა გახდა რომ ჩვენი სისტემა ზოგადად არასწორად არის მოწყობილი და როდესაც ეს რაღაცა ფორს-მაჟორული ვითარება, მაშინ კიდევ უფრო მძაფრია ხოლმე ეს გამომართავობის ეს თქვა განცდა ხო რომ ანუ უცებ პატრონი ქრება ასე თქვა ასეთ ვითარებაში და სკოლები ელოდებიან, ითხოვენ არა მხოლოდ ინფორმაციას ხო რომ იცოდნენ თქვა რას აპირებს სამინისტრო იმისთვის რომ დაგეგმონ არამედ ითხოვენ იმასაც რომ მაგალითად ზოგიერთ რეგულაციები შეიცვალოს რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის რომ მათ კონდეთ უფლება რომ უფრო ეფექტურად იმუშაონ ახალ პირობებში. Ცა ჩანს რომ არ იყო კარგად დაგეგმილი ეს პროცესი. თვეების, აი მაგალითად 10 თვე მოუნდა სახელმწიფო იმას რომ მაგალითად ინტერნეტის სუბსიდირება გაეკეთებინა, ხო? ანუ თუ სკოლების დაკეტვის შესახებ იღებ გადაწყვეტილებას, მაშინ უნდა მიიღო შესაბამისი სხვა გადაწყვეტილებებიც, რაც უკავშირდება ამ სკოლების დახურვასაც, ხო? ანუ მაგალითად უზრუნველყო ინტერნეტით ის ხალხი, ვისაც არ აქვს, ან მაგალითად სკოლებს მიაწოდო გამარტივებული რეგულაციები, როგორ ისარგებლონ ბავშვებმა სკოლაში არსებული რესურსებით, ოღონდ სახლში. ხო, მაგალითად, როგორ შეიძლება სკოლამ კომპიუტერული ლაბორატორიიდან კომპიუტერები გადაუნაწილოს იმ ბავშვებს, ვისაც სახლში არ აქვს. თუ სკოლაში არსებობს ხო ესეთ რესურსი. მაგრამ ამის რეგულაციებიც შემუშავებაც არ ხდებოდა ამ პირობებში და დისტანციური განათლების შესახებ კანონში შესწორებებსაც დაჭირდა თვეები იმისთვის რომ საერთოდ მომზადებული იყო და მე შესულიყო და მე ცალკე პრობლემა კიდე რა ფორმით შევიდა. Ну, პრინციპში რეალურად იგივე თელს სოფლიოში როცა შემოდგომაზე სწავლის დაწყებაზე იყო საუბარი, ყველა საუბრობდა რომ ვისაუბროთ სკოლები იყოს მზად სამი მოდელისთვის. პირისპირ დაწყებისთვის, ონლაინ სწავლებისთვის და შერეული მოდელისთვის. ანუ რეალურად სკოლები ემზადებოდნენ სამივე ამ მოდელისთვის და სამივე ბექაპ გეგმები ჰქონდათ ნებისმიერ შემთხვევაში. ნუ საქართველოში საუბარი იყო რომ ყველა ვიწყებთ 15 სექტემბერს სწავლას, ყველა სკოლა და შესაბამისად ყველა სკოლას ესეთი მზაობა ჰქონდა და შესაბამისად 2 დღით ადრე მიღებული ეს გადაწყვეტილება, თუმცა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა, რა თქმა უნდა, იყო პრობლემატური. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც სწორედ ვსაუბრობთ მონაცემების და კვლევების არარსებობაზე, არის საინტერესო, რომ მაგალითად როცა მსჯელობა მიდის ხოლმე რატომ უნდა გაიხსნას სკოლები, ან რატომ უნდა დაიხუროს სკოლები, არგუმენტები არის ერთ მხარესაც და არგუმენტები არის მეორე მხარესაც, იმიტომ რომ მეფუძნება მსოფლიოში ჩატარებულ კვლევებს. მაგალითად არგუმენტი შეიძლება იყოს, რომ რატომ არ უნდა გაიხსნას სკოლები, იმიტომ რომ უახლოესი კვლევა, რომელიც ჩატარდა ინდოეთში პრინსტონის უნივერსიტეტის და ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევარების მიერ აღმოჩნდა, რომ ინდოეთში გავრცელება სკოლებში ხდებოდა ყველაზე მეტად და სასკოლო ასაკის მოსწავლეები იყვნენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადამცემები განსხვავებით დასრულებისგან. თუმცა ამის საწინააღმდეგოდ საფრანგეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 0-დან 10 წლამდე საერთოდ გადამცემები არ არიან მოსწავლეები, საერთოდ არ გადასცემენ ერთმანეთს, ხოლო 11-დან 18 წლამდე სასკოლო გადაცემა არის ძალიან მცირე. ანალოგიურად იგივე სკოლების დახურვას, როგორც არაფარმაცევტულ ინტერვენციას რამდენად ეფექტური შედეგი ჰქონდა, გახსნის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ისრაელში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასე შემდგომ თვალნათელი გახსნა და რომ სკოლების დახურვას ჰქონდა მნიშვნელოვანი შედეგი. თუმცა პარალელურად გვაქვს ჩვენ ჩინეთი, სამხრეთ კორეა
ჰონკონგი იგივე და იგივე სინგაპური, სადაც მეტაანალიზმა აჩვენა, რომ სკოლების დახურვას არანაირი გავლენა ამ თვალსაზრისით არ ქონია, როგორც არაფარმაცევტული ინტერვენცია. შესაბამისად, არგუმენტი არსებობს აქეთ მხარესაც, რომ გაიხსნას სკოლები. თუმცა არც ერთი არგუმენტი არ ეფუძნება საქართველოში არსებულ ვითარებას და ახსენეს შენ, რომ განათლების სამინისტრო ამ გადაწყვეტილებებში ნაკლებად არის ჩართულიო და ეს თვითონ ჩანს იმ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაში, რასაც ამუშავებს ჯანდაცვის სამინისტრო, მაგალითად, რომ გამოვითხოვეთ ინფორმაცია 0-დან 6 წლამდე ბავშვებში ვირუსის გავრცელების შესახებ, 6-დან 18 წლამდე ბავშვებში ესეთი ტიპის მონაცემები დამუშავებული არ არის, ანუ რომ ვიცოდეთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, რომელიც სასკოლო, სკოლამდელ თუ უმაღლეს განათლებას უკავშირდება რა ვითარება აქვს, მსგავსი მონაცემები არ არსებობს. უფრო მეტიც, როცა დავინტერესდა, როცა გაიხსნა სწავლა სხვადასხვა რაიონებში, იგივე 1 ოქტომბრიდან კონკრეტულ რაიონებში რა გავლენა მოახდინა ამან სხვადასხვა მიმართულებით, რომ კონდეს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომ ამ რაიონში კი გავხსენით სკოლა, მაგრამ არ მოყოლია არანაირი გავრცელება, პირიქით მოყვა საკმაოდ დიდი გავრცელება და ეს გავრცელება გაიზარდა მოსწავლეებში. მსგავსი ინფორმაციაც არ მუშავდება ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ, სწორედ იმიტომ, რომ განათლების სამინისტროდან არ არის მოთხოვნა, რომ ამ ინფორმაციაზე დაფუძნებით მიიღონ გადაწყვეტილება. და ეს რა თქმა უნდა პრობლემაა იგივე მშობლების არჩევანის თვალსაზრისით, როდესაც ერთის მხრივ ეხლა ვეუბნებით მშობლებს, რომ შეგიძლიათ აირჩიოთ ონლაინ სწავლება და შეგიძლიათ აირჩიოთ პირისპირ სწავლება, თუმცა მშობელს არ აქვს ინფორმირებულობა იმის შესახებ, რომელი აირჩიოს, იმიტომ რომ არანაირი ინფორმაცია არ აქვს, რა რისკ ფაქტორები ახლავს სკოლაში შვილის გაგზავნას, ან რა საგანმანათლებლო დანაკარგები ექნება არ გაგზავნა. შესაბამისად, ისეთ რამეს ვამბობთ მშობელს, რომლის შესახებაც არანაირი ინფორმაცია არც მშობელს, თვითონ განათლების და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს და ამ თვალსაზრისით ასევე საინტერესოა, რამდენად სწორია ამ ტიპის გადაწყვეტილებები და მეორე მნიშვნელოვანი, როდესაც პრინციპში ძალიან პოზიტიური და კარგი გადაწყვეტილებაა ერთი შეხედვით, როდესაც სკოლებს აძლევ საშუალებას დიფერენცირებულად და საკუთარი საჭიროებებიდან და რესურსებიდან გამომდინარე მიიღონ გადაწყვეტილება გახსნასთან დაკავშირებით, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით და ასე შემდგომ, ისევე როგორც ადგილზე სხვადასხვა ღონისძიებების გატარების თვალსაზრისით. თუმცა ამავე დროს არსებობს ცენტრალიზებული მექანიზმები და ცენტრალიზებული რეგულაციები და მხარდაჭერის ნაკლები მექანიზმები. ანუ უკვე ეს პოზიტიური გადაწყვეტილებაც კი დიფერენცირებულად მიუდგე სკოლებს, ხდება ნეგატიური და გავს უფრო მეტად ჩემი აზრით პასუხისმგებლობის გადაბარება სკოლებისადმი და მხარდაჭერის მექანიზმების შესუსტებას. ამ საკითხზე მინდა ოდნავ გავშალოთ რეალურად რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ესეთ გადაბარება გარკვეულწილად საკითხების და რამდენად პროგრესული. პრინციპში გვეტყვიან, რომ მთელი წლების განმავლობაში ითხოვდით სწორედ ესეთ მიდგომას და რა ტიპის პრობლემებს შეიძლება შეიცავდეს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ერთი შეხედვით პროგრესულია. მომზადებელი სკოლა რომელსაც არ აქვს გამოცდილება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების, ცხადია დაიბნევა, ანუ არ ეცოდინება რა მიმართულებით შეიძლება გადადგას ნაბიჯები და აუცილებლად დაიწყებს ლეგიტიმური წყაროების ძებნას, ხო, რითიც შეიძლება გაამართლოს თავისი მოქმედებები და ეს წყაროები, როგორც ვილაპარაკეთ, ჩვენ არ ვიცით სამინისტრო რითი ხელმძღვანელობს, ხო, როდესაც თავის გადაწყვეტილებებს იღებს და სკოლამ შესაბამისად მით უმეტეს არის რითი შეიძლება იხელმძღვანელოს, ანუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეიძლება ხელმძღვანელობდეს მაგალითად ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სამუშაო ჯგუფებში მოწოდებული ინფორმაციით, რომელიც არ არის ცნობილი სკოლებისთვისაც, ხო? და აქედან გამომდინარე უბრალოდ გადაბარება ისე რომ არ არსებობდეს არ კონდეს ამას რეკომენდაციების დიდი პაკეტი არ მოყვებოდეს, ხო, და ინდიკატორების სია, რომლის მიხედვითაც უნდა გააკეთოს თვითშეფასება, რომლის მიხედვითაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რეკომენდაციებს უნდა მიიღოს მაშინ სკოლაში პერსონალის შესაძლებლობის ამაღლების ინტერვენციები, ხო, ტრენინგები დირექტორებისთვის ან მასწავლებლებისთვისაც და შემდეგ თუ ეს ყველაფერი არ მიიღო, მაშინ
აზრი არ აქვს გადაბარებას, მაინც მოbrunდება. მე ეს პოლიტიკურად იქნება წანგებიანი სამინისტროსთვის, იმიტომ რომ მშობლები, რომლებიც სკოლიდან ვერ დაინახავენ, სკოლის ფარგლებში ვერ დაინახავენ სკოლის მზაობას, ისინი აუცილებლად სახელმწიფოს მოთხოვენ შემდეგ პასუხს და მე ისევ მოუწევს სახელმწიფოს იგივე პასუხისმგებლობის აღება, რომელიც ისეც ყოველთვის აქვს, რაც არ უნდა ავტონომია მისცეს სკოლებს. ამიტომ მე მგონია რომ კრიზისულ მდგომარეობაში აუცილებელია რომ ასე ვთქვათ არსებობდეს გადაწყვეტილების მიღების ცენტრი და ეს გადაწყვეტილებები იყოს სტროული, სწრაფი, მაგრამ იყოს ადგილობრივად რელევანტური. აი ასეთ შემთხვევაში არის სკოლა უკვე მნიშვნელოვანი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ გადაწყვეტილებას ერთად იღებდეს ცენტრი და სკოლა, ოღონდ უნდა იღებდეს ცხადია რაციონალური პარამეტრების საფუძველზე, ხო? ანუ სკოლა მუდმივად უნდა აწვდიდეს მონაცემებს სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარება, როგორ იღებს გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს არა მხოლოდ იმითი რომ შეუმსუბუქოს რეგულაციები, არამედ სკოლას ჭირდება მხარდაჭერა, საინფორმაციო მხარდაჭერა, ჭირდება ტექნიკური მხარდაჭერა, ჭირდება ადამიანური რესურსებით მხარდაჭერა, მაგალითად ამ პანდემიის პირობებში იმის მაგალითად რომ პანდემიის მართვასთან დაკავშირებით გაეგზავნათ საკონსულტაციო ჯგუფები, სახელმწიფო აგზავნიდა ჯგუფებს იმისთვის რომ ესწავლებინათ როგორ უნდა ასწავლონ მასწავლებლებმა ახალი სკოლის მოდელის მიხედვით, რომელზეც კავშირი პანდემიასთან საერთოდ არ აქვს. ანუ შეიძლება რაღაც თვალსაზრისით დააკავშირო მაგრამ რეალურად ის საკონსულტაციო ჯგუფები, რომლებიც იქნებოდა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სკოლებისთვის, ხო, ისინი არ იყო გაკუთვნილი პანდემიის პრობლემების აღმოფხვრაზე. არა და თუ სკოლებს რამე ჭირდებოდა, სწორედ ეს იყო, ხო? მაგალითად, მასწავლებლებს ჭირდებოდათ იმისი შესწავლა, თუ როგორ ჭირდება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებს მოდიფიცირება იმისთვის, რომ მაგალითად, რაღაცა ნახევარსაათიანი გაკვეთილების პირობებში შეძლოს რაღაც მიზნებზე გავიდეს, რომელიც ჯერ არ ვიცით რა მიზნებია, ხო? იმიტომ რომ ის მიზნები, რომელიც სასწავლო გეგმაშია, ეროვნულ სასწავლო გეგმაშია ჩამოყალიბებული, ისინი გათვლილი იყო იმ ვითარებაზე, როდესაც ბავშვები დადიან სკოლაში ყოველდღე, აქვთ რაღაცა დღეში 6-5 გაკვეთილი, როდესაც მათ შეუძლიათ სკოლის მერე შეიკრიბონ სადღაც იმშელონ რაღაცა პროექტებზე და ასე შემდეგ. იქ სწორედ ამ პროცესს აგრძელებდა სამინისტრო, ისე თითქოს არაფერი არ ხდებოდა. ამ დროს მაგალითად სკოლას ჭირდებოდა იმის ცოდნა, როგორ უნდა დააყენო კამერა იმაში, რა ქვია, საკლასო ოთახში იმისთვის, რომ ეს ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული მოდელი აამუშაო, რომ ზოგი ბავშვი რომ ესწრება ფიზიკურად და ზოგი რომ სახლიდან ცდილობს ჩაერთოს იგივე გაკვეთილზე, საერთოდ ეს შესაძლებელი რომ ყოფილი იყოს სკოლებისთვის. ან სამინისტროს უნდა ესწავლებინა მაგალითად სკოლებისთვის როგორ შეიძლება ადგილობრივი რესურსების მობილიზება იმისთვის რომ მაგალითად იმ ბავშვებს რომელსაც არ აქვს საკმარისი ხელსაწყოები ან არ აქვს ინტერნეტი რომ ეს შესაძლებლობები გაჩენოდათ. სკოლებში სადაც უნარიანი დირექტორები არიან, ხო, რომელთანაც მე მილაპარაკია ჩვენ მოწყობილ კონფერენციაზე თუ სხვა შეხვედრაზე, ისინი ყვებიან აი ამ გამოცდილებების შესახებ, მაგრამ ესეც ვერ მოახერხა სამინისტრომ, რომ სხვისი გამოცდილების გაზიარება მომხდარიყო სისტემაში, ხო? ანუ კი ბატონო, თქვა სკოლებს აქვთ რაღაცა ავტონომია, ყოველთვის აქვთ გარკვეული ავტონომია, ყველა გადაწყვეტილებას არ იღებს სამინისტრო, მაგრამ ერთ-ერთი პრობლემა ხომ ის არის, რომ ზოგიერთ სკოლას არ აქვს ზოგიერთ სკოლის დირექტორს არ აქვს უნარი ან ეშინია რაღაც ტიპის გადაწყვეტილების მიღების. მაშინ როდესაც გვერდზე სკოლაში შეიძლება სხვა დირექტორი ასეთ გადაწყვეტილებებს ეფექტურად იღებდეს. ანუ ის რომ ეს ამ სკოლებს შორის მოხდეს ცოდნის გაზიარება, პრაქტიკის გაზიარება ამ პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ პირობებში, როდესაც მაგალითად ნელ-ნელა ვითარდება სისტემა და ვთქვათ, რამდენიმე წლის მერე რომ გაიგო რაღაცა სკოლა პროექტის შესახებ, არ იქნება ცუდი და ეხლა ამ დროს ეს კრიზისულ ვითარებაში საჭირო იყო მართლა ყოველ თვე გარკვეული წარმატებების თუ წარუმატებლობების აღრიცხვა და შემდეგ ახალი ნაბიჯების გადადგმა, რომ მაგალითად ეს წარუმატებლობები აღმოფხვრილიყო, ხო? მაგალითად, თუ
თუ ვიცით რომ რომელიღაც რაიონში ხო ბავშვების უფრო მაღალი პროცენტი ვერ სარგებლობს დისტანციური განათლებით ვიდრე სხვა რაიონში შეიძლება ამის მიზეზი ინფრასტრუქტურა კი არ იყოს მხოლოდ არამედ ისიც იყოს რომ სკოლები ვერ ახერხებენ ამ რაიონში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას იმიტომ რომ არ ყავთ მაგალითად ესეთი ინიციატივიანი უნარიანი მასწავლებლები დირექტორები ან შეიძლება ადგილობრივები ეხმარებიან შეიძლება აღმოჩნდეს რომ ვთქვათ არ ვიცი კახეთში სადღაც ვთქვათ ადგილობრივი ხელისუფლება უკეთესად ეხმარება თავის ვთქვათ ადგილობრივ მოსწავლეებს ვიდრე ვთქვათ იმერეთის რომელიღაც რაიონში ან პირიქით ხო და ამ გამოცდილებების გაზიარება არის კრიტიკული ასეთ შემთხვევაში და ამ გამოცდილებების საფუძველზე იმ რეგულაციების მორგება ხო იმ რეგულაციების ცვლილება რომელიც ხელს უშლის ან ხელს უწყობს მსგავს გაზიარებებს მაგალითად შეიძლება რეგულაციაც არ იყოს შეიძლება წახალისების სისტემა იყოს ხო მაგალითად არსებობს ჯილდოები ხო რისთვის აწლებენ ჯილდოებს მასწავლებლებს იმისთვის რომ წაახალისონ ისეთი იქცევა რომელიც ახასიათებს ამ წარმატებულ მასწავლებლებს ხო იგივეს გაკეთება შეიძლება და ცხადია სკოლების დირექტორებისთვისაც ხო რომ შექმნა საუკეთესო პრაქტიკა და მე ვაკვირდები ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში რა ხდებოდა და მაგალითად ყირგიზეთში სადაც რომლის სისტემასაც უკეთ ვიცნობ იქ პირდაპირ აქვეყნებდნენ რომ აი ამ სკოლის დირექტორი სამინისტრო დაკავებული იყო იმით რომ პოპულარიზება გაეკეთებინა კონკრეტული დირექტორების რომელსაც კონკრეტული ძალიან მარტივი ხანდახან ნაბიჯი ქონდა გადადგმული იმისთვის რომ პრობლემა აღმოეფრა ხო აი მაგალითად დირექტორი რომელიც დაუკავშირდა ადგილობრივ ბიზნესმენს და იმ ბიზნესმენმა თქვა ბავშვებისთვის რაღაცა შეეძლო ხო აი ესეთი მაგალითის პოპულარიზებას ეწეოდა ანუ მარტო იმას კი არ აკეთებდა რომ თვითონ ეძებდა რესურსებს რომელთაც შეიძლება გაემდიდრებინა ხო და სკოლები არამედ ახალისებდა სკოლების ინიციატივებსაც ჩვენ პანდემიამდე სკოლების ინიციატივების შეზღუდვას ხედავდით სულ და ეს გაგრძელდა პრინციპში მერეც ან უბრალოდ ახალისება არ მოხდა ხო იგნორირება მოხდა ამ ვითარების ხო ან პანდემიამდე სამინისტროს ეშინოდა ის რომ სკოლებს არ დაეწყოთ ფულის აკრეფა ან სკოლებში არ ყოფილიყო რაღაცა დირექტორების ძალაუფლების რაღაცა არასწორი გამოყენება და კორუფცია რომ არ ყოფილიყო და ამიტომ სკოლის დირექტორებს არ უწყობს ხელს რომ რესურსები რაჭებები მოიზიდონ სკოლაში. ამ დროს პანდემიის დროს სწორედ ეს უნარი აღმოჩნდა ბევრი სკოლისთვის გადამწყვეტი. და მე მგონია რომ ეს პრობლემა არის ხო? ანუ პრობლემა არის უბრალოდ რომ შევაჯამო ის რომ ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს სამინისტრო იგივე შეზღუდვების დაწესებას, პროფესიულ განვითარებას, იქნება ეს მასწავლებლების პროფესიული განვითარება თუ დირექტორების განვითარება თუ სასწავლო გეგმის განვითარებას იგივე რეჟიმში აკეთებდა, ხო, იგივე პროექტს აგრძელებს ამ რაღაცა პროექტული სწავლების დანერგვის ხო ამ ახალ სკოლის მოდელს რაც ეძახიან კოგნიტური უნარების განვითარებაზე ზრუნვას ამ დროს ძალიან კაფიო გამოწვევები იყო, რომელსაც ჭირდებოდა ჩემი აზრით პოლიტიკის სწრაფად მორგება. სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესო, რომ ეს უფლებამოსილებები და დარჩენილი პოლიტიკა, შერჩენილი პოლიტიკა და რეგულაციები ამ შემთხვევაში ერთმანეთს ვერ ავსებდა იგივე საუბარში ადრე ვისაუბრეთ ამის შესახებ კერძო სკოლებს, როგორი ტიპის გამოწვევები ჰქონდათ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ როგორი ტიპის შესაძლებლობები რომ შეგიძლიათ დაიქირავოთ ახალი მასწავლებელი, შეგიძლიათ დაიქირავოთ დამხმარე პერსონალი, შეგიძლიათ გადანაწილება მოახდინოთ სხვადასხვა ფუნქციების მასწავლებლთა შორის და ასე შემდგომ რა ფუფუნებასაც საჯარო სკოლები მოკლებული არიან, როდესაც საშტატო განათლების სამინისტრო უმტკიცებს მასწავლებლთა ხელფასების გადანაწილების წესს თუ საათების გადანაწილების
ფორმულებს სამინისტრო აძლევს და ამ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები, რა თქმა უნდა, სკოლა შეუძლებელი ხდება ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღოს, რა საჭიროებებიდანაც გამომდინარეობს. სწორედ ამ კონტექსტში მეორე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამგვარი განათლების და მეცნიერების სამინისტრო ზოგჯერ არარეალისტურად უყურებდა სკოლების შესაძლებლობას, როგორც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, იგივე სასწავლო პროცესის თვალსაზრისით, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ვაკვირდებოდი ხოლმე იგივე სასწავლო გეგმების დეპარტამენტის თანამშრომელთა პოზიციებს, როდესაც ისინი საუბრობდნენ, რომ პრობლემა ის, რომ საათობრივი შემცირება არის საათობრივი ბადის დისტანციური სწავლების პირობებში, პრობლემას არ წარმოადგენს მარტივი მიზეზის გამო, რომ გაწერილია ჩვენთან საფეხურებრივი სასწავლო გეგმები და ამ საფეხურებრივ სასწავლო გეგმებს უნდა მიაღწიონ, ხოლო მასწავლებლები შეზღუდული არ არიან როგორ მიაღწევენ, შესაბამისად იგივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახელმძღვანელოების შინაარსი უნდა დაფარონ სკოლებმა, არამედ შესაბამის შედეგებს და ინდიკატორებს მიაღწიონ, რა თქმა უნდა არარეალისტური აღქმა რეალობის, როდესაც ფიქრობენ, რომ სკოლები ამ მიმართულებით შეიძლება თქვენ აი ესე თავი და სახელმძღვანელოები გადადონ გვერდზე, მით უმეტეს, როდესაც იმავე დროს შენარჩუნებული გვაქვს სახელმძღვანელოების გრიფირების პოლიტიკა და მისი ბეჭვდის წახალისება. ეს კიდევ ცალკე მესიჯია სკოლებისთვის, რომ სახელმძღვანელოს რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რადგან ამ საკითხებზე გადავედი იგივე განათლების პოლიტიკის პანდემიის პერიოდში და რეგულაციების ცვლილებებზე, ზოგადადაც უკვე მესამე კითხვაზე გადავიდეთ და ვისაუბროთ სწორედ განათლების პოლიტიკის თვალსაზრისით რა გვაჩვენა პანდემიამ, რა ხარვეზები იყო იგივე დისტანციური სწავლების კანონმდებლობაში, საათო პოლიტიკაში და აგრეთვე რა სხვადასხვა განათლების პოლიტიკის მიმართულებები გამოკვეთა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს ცვლილებას იგივე სასწავლო გეგმებზე და სახელმძღვანელოებზე ვისაუბრეთ, მასწავლებლებზე ვისაუბრეთ და პრინციპში ეს საკითხი, ეს ორი მნიშვნელოვანი საკითხი შეიძლება უფრო მეტად გავშალოთ და ვიმსჯელოთ ამ მიმართულებით. ერთი პრობლემა ახსენეთ ამ პოლიტიკის ის რომ ზედა ჩანატანებზე და რესურსებზე არის ორიენტირებული, ხო? და მაგალითად ახალი ციგნის შექმნაზე, ახალი რაღაცა ტელეგრამის შექმნაზე და არა ამ ციგნის უკეთესად გამოყენებაზე და ენერგოაზე და ასე შემდეგ. მეორე პრობლემა ასევე ახსენეთ ის არის ის რომ კონტექსტიდან და არსებული პრობლემებიდან კი არ გამომდინარეობს ხოლმე განათლების პოლიტიკა, არამედ გამომდინარეობს ტრადიციიდან, რომელიც აქვს განათლების სისტემას. ხო, ანუ განათლების სისტემას აქვს რაღაცა თავისი ლოგიკა, რომ რაღაცა პერიოდულობით გამოწვევს სახელმძღვანელოები, რომ რაღაც პერიოდულობით დაამტკიცოს ეროვნული სასწავლო გეგმა, რაღაც პერიოდულობით მერე დაანერგოს, რაღაც პერიოდულობით მასწავლებლების სერტიფიცირება უნდა გააკეთოს და შუაში რაც არ უნდა მოხდეს, აი გლობალურად კატასტროფა მოხდეს, ხო, როგორც მოხდა, ეს სისტემა მაინც აგრძელებს ამ თავისი საქმის კეთებას. კი, შეიძლება ამის მიღმა კიდე აკეთოს რაღაცები, თქვა რა ვიცი, Teams-ი სასწრაფოდ რაღაცა იმას გაავრცელოს საქართველოში ან პაროლები შეუქმნას ხელით და იმის ნაცვლად რომ რაღაც სისტემა შეიმუშაოს, რომ თვითონ აკეთებდეს ამას მასწავლებელი, ხო, რაც მე საბოლოო ჯამში კი გააკეთეს, მაგრამ ხო ეს ეკეთება. ან იმაზე კი არ ფიქრობს, რომ მაგალითად ციფრულ რესურსებზე გადავიდეთ, ან დისტანციური სკოლების წახალისება მოხდეს და ასე შემდეგ, ის აგრძელებს რაღაც ჩვეულებრივ რეჟიმში ამის კეთებას. ანუ ჩვეულებრივ რეჟიმიდან ამოვარდნაც კი არის ხოლმე მიმართული ჩვეულებრივი რეჟიმის დაცვისკენ, მაგალითად სკოლებს ის შემთხვევაში ეს ნაკლებად იყო, მაგრამ აი უმაღლესების შემთხვევაში დისტანციური განათლება რომ არსებობს აღიარა სახელმწიფო და უცნაური ფორმით იყო განსაზღვრული დისტანციური განათლება რა არის, ელექტრონული სწავლება რა არის და ასე შემდეგ. ითვლებოდა რომ ქართულ სტუდენტს შეუძლია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შეეძლო დისტანციურად ესწავლებინა ადამიანისთვის. ანუ მაგალითად საქართველოს უნივერსიტეტს არ შეუძლია, თქვა საფრანგეთში რო ადამიანია, მას ასწავლოს კურსი. ანუ ამის უფლება არ ჰქონდა და რაღაცა მსგავსი ასე ვთქვათ მსგავსი რეგულაციებიდან გადახვევა მოხდა ამ პერიოდში და შეიცვალა ეს კანონმდებლობა უკეთესობისკენ. მაგრამ სექტემბრისთვისაც კი, როდესაც
უკვე ერთი სემესტრი დისტანციურად სწავლების გამოცდილება სისტემას ჰქონდა, სამინისტრო მაინც ამბობდა, რომ ყველა დისტანციურ კურსს, ყველა კურსს, რომელიც დისტანციურად ისწავლება, პირისპირ ფორმატის კომპონენტიც უნდა ჰქონდეს აუცილებლად. და ამ რეგულაციის სტატუსებიდან ორ კვირაში დაახლოებით ორ კვირაში გადავიდა ყველა უნივერსიტეტი სრულად დისტანციურ სწავლებაზე იგივე სამინისტროს ბრძანებით. ხო, რაც საჩვენებს იმას, რომ ეს შეზღუდვები, რომელსაც რატომღაც ებღაუჭება სახელმწიფო, თავად სახელმწიფოსთვისაც კი არარეალისტურია, რომ განხორციელდეს. ეხლა სკოლების შემთხვევაში რა გამოჩნდა, ხო? ეხლა მაგალითად მომავლის ხედვასთან დაკავშირებით, რომ მომავალში და ეხაც უკვე ეს პრობლემა არის. ბავშვების რაღაც ნაწილი, რომელსაც უკვე გამოცდილება აქვს დისტანციურად სასკოლო განათლების მიღების, მათი მოbrunება სკოლაში იქნება ძალიან რთული. იმიტომ რომ ამ ბავშვების ნაწილისთვის გამოჩნდა უპირატესობები ონლაინ სწავლების. იყო ცხადია, საუბრობთ ჩვენ იმ ბავშვებზე, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ, მაგრამ არის ბავშვები, რომლებისთვისაც ამგვარი ფორმატი უპირატესია და უფრო სასურველია, ვიდრე პირისპირ სწავლის ფორმატი. მაგალითად, ესენი შეიძლება იყვნენ ბავშვები, რომელსაც ფიზიკურად უჭირთ, თქვათ, სკოლამდე მისვლა. ან სკოლაში შეიძლება პირისპირ ფორმატში, ჩვეულებრივ ფორმატში უფრო ნაკლები სოციალიზაციის შესაძლებლობა ჰქონდეს, ვიდრე ონლაინ ფორმატში, ხო? იმიტომ შეიძლება მის კლასში ერთი ბავშვი იჯდეს, ან ერთი კლასელი ყავდეს, ან საერთოდ არ ყავდეს კლასელი, მაშინ როდესაც თქვათ ონლაინ ფორმატში ყავს სხვები. ან არიან ეს ახლა ის ბავშვები არიან, რომლებიც მცირე სკოლებში სადღაც ვთქვათ, შედარებით ღარიბ დასახლებებში არიან, მათ შეუძლიათ უფრო მდიდარი სკოლის დისტანციური კურსის გავლაც, ხო? ცხადია, ეს სახელმწიფოს ამაზე არ უზრუნია, რომ ამ პირობებში ეს შესაძლებლობა შექმნოდათ ამ ბავშვებს, უბრალოდ მიატოვა ზოგ შემთხვევაში ეს ბავშვები და იმის მაგივრად, რომ მაგალითად თითო რაიონში თითო სკოლა მაინც ყოფილიყო, რომელიც ყველა ბავშვისთვის ღია იქნებოდა მიუხედავად იმისა, რომ სკოლაშია სწავლობს და ასე შემდეგ, მსგავსი არაფერი არ გაუკეთებია. მაგრამ ეხლა გამოჩნდა, რომ არიან ბავშვები, რომლებიც კარგ სკოლებში დადიან, მათი წარმოდგენით კარგ სკოლებში დადიან, მაგრამ დროს კარგავენ ისინი იმითი, რომ მიდიან სკოლაში, საწობებში დგანან მანქანებით, ან ავტობუსებით და ასე შემდეგ და აღარ უნდათ ამის კეთება, იმიტომ რომ ხედავენ, რომ დისტანციურადაც რაღაც ტიპის განათლებას, რომელიც მათთვის მისაღებია, იღებენ. ხო, მაგალითად, საერთაშორისო იმაზე რომ საუბრობთ, მაგალითების გადმოტანაზე, შეგვიძლია ნახოთ, ხო, მაგალითად ლატვიაში უკვე დიდი ხანია რაც არსებობს, მაგალითად მე ვიყავი 7 წლის წინ სრულიად დისტანციური სკოლა რიგაში, რომელიც განკუთვნილი იყო ძირითადად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ბერს მოგზაურობენ, მაგალითად, იმიტომ რომ სპორტსმენები არიან ან ჩართული არიან რაღაც სახელოვნებო მიმართულებით წრეებში თუ ანსამბლებში და ასე შემდეგ და ვერ ესწრებიან რეგულარულად სკოლას და ურჩევნიათ, რომ ესე ისწავლონ ბავშვებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და უნდათ ლატვიური დიპლომის აღება. ხა ჩვენთანაც ნელ-ნელა მომრავლდება ეს და ეს მომავალში რომ გაიხედოს სახელმწიფო მაგალითად რა უნდა გააკეთოს, ხო? ერთი მხრივ უნდა აღიაროს დისტანციური განათლება და რაც გულისხმობს ბევრი სხვა მექანიზმის ამუშავებას, მაგალითად ავტორიზაცია დღეს და სკოლების აკრედიტაციაც თეორიულად არსებობს, მაგრამ რეალურად არ მუშაობს. იმდენად შემზღუდველი არის ეს ავტორიზაცია, ანუ განვითარებაზე კი არ არის ორიენტირებული ეს, არამედ არის დასჯაზე და გამოჭერაზე და სკოლის დახურვის მექანიზმია და არა სკოლის გახსნის მექანიზმი ავტორიზაცია, ხო? და ან სკოლის განვითარების მექანიზმზე აღარ არის ლაპარაკი. ხო, ავტორიზაცია იმისთვის უნდა არსებობდეს, რომ დაეხმაროს სკოლებს, რომ გაიხსნას. ხო, გაიხსნას უკეთესო, ანუ ისე რომ თანამედროვე სტანდარტებზე იყვნენ მორგებული და ასე შემდეგ. და ჩვენთან მაგალითად ეს მექანიზმები დისტანციური განათლების აღიარების არ არსებობს. აი სახელმძღვანელოები, ხო, მაგალითად ციფრული სახელმძღვანელოების შექმნის ინიციატივა არ ჩანს არსად. ანუ ციფრული რესურსების შექმნის დროსაც კი რეალურად, ხო, ის დისტანციურად სწავლებისთვისაც კი არ არის უმეტესობა ეს რესურსები შექმნილი. ხო, ანუ ციფრულად კი არის მიწოდებული, მაგრამ არის ჩვეულებრივი სახელმძღვანელოს ციფრული ასლი. ხო, და ეს ჩვეულებრივი სახელმძღვანელო საინტერესო აღარ არის ბავშვებისთვის, ხო, ანუ
ეხა ბავშვი რომელიც 3 თვის განმავლობაში დავალებად იღებს რომ უყურე YouTube-ზე რაღაც ვიდეოს და ეხა ხანის აკადემიაში შედი და იქ რაღაც სავრიშო გააკეთე. ეხა იმას რო უთხრა რომ აი სახელმძღვანელობა გადმოიწერე შენ საკითხები რვეულში და რვეულში რას წაკეთებს მაგალითად მათემატიკის ბევრი მასწავლებელი ხო? და ეხა რვეულში ეს გამოიყვანე და მე თან აქ შეცდომები რო გექნება გადაშალე ასე და მე იქ იმაზე ვქია გვერდზე მიუწერე რა რა შეგეშალა და მე მაჩვენე რა თანამდებობით გააკეთე. ასეთი რაღაცები უკვე ბევრისთვის მოსაწყენია. კომუნიკაციის ხერხებიც რო ავიღოთ, ხო? ბავშვებს შორის მაგალითად პროექტების დაგეგმაზე ვსაუბრობთ. ხო? ეხლა ეს მოსწავლეები ისეთ პროექტებს ახორციელებენ, რასაც ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ აკეთებენ. იმიტომ რომ მასწავლებლებს არ შეუძლიათ მაგალითად მასწავლებლებს არ აქვს მოწყობილობა, ხო, გაკვეთილზე რო სწრაფად აჩვენოს, თქო, ინტერნეტიდან რაღაც. ჩვეულებრივ საკლასო ოთახში, თორემ ინტერნეტში როცა ასწავლის მასწავლებელი ის ამას სწრაფად აკეთებს, ან ბავშვს ეუბნება რომ დაიხმაროს, ხო? იმეც მაგ ხოლმე ეს პრობლემა ეხლა გაკვეთილებს ვატარებ და ბავშვებს თხოვ ხოლმე რომ რაღაც მოდი ვინ გამიზიარებს რაღაცა ვიდეოს, როდესაც ვიცი რომ ჩემი კომპიუტერი урევს და ხმას არ აზიარებს, ხო? და მომავალში გახედვა ამას უნდა გულისხმობდეს რომ ეს კი დაანახოს ადამიანებს შესაძლებლობები და არა შეზღუდვები, რომელსაც დაუწესებს სახელმწიფო და სახელმწიფო სამწუხაროდ ძველ ასე ვთქვათ რეჟიმში მუშაობს. ნუ პირველი ნაბიჯი ეს იქნებოდა რომ სახელმწიფომ თქვას რომ აი ჩვენ დავინახეთ რომ ასე გაგრძელება შეუძლებელია. და ჩვენ გვინდა რომ აი თქვათ 5 წლის თავზე, 10 წლის თავზე კონდეს სისტემა რომელიც შესაძლებლობას მოგცემს რომ მაგალითად სხვა ფორმატი იყოს მრავალფეროვანი ან ჩვეულებრივი ფორმატშიც გაძლიერდეს ასე ვთქვათ ინტერნეტის გამოყენების ნაწილი იმისთვის რომ დაიძლიოს მაგალითად რესურსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ხო? აი მაგალითად ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ენობრივი უმცირესობების შემთხვევაში რა არის ხო რომ ანუ ფიზიკურად აწვდის სახელმწიფო მათ რესურსებს ძალიან იშვიათად და ხშირად უხარისხოს ან ძველს ხო ან შეიძლება ახალი სახელმწიფო გამოვიდეს თქვა ქართულენოვანი და წლები დაჭირდეს იმის თარგმნას ან საერთოდ თარგმნოს არასდროს მაშინ როდესაც ციფრულად იგივეს გაკეთება იქნებოდა უფრო იაფი და გავრცელების თვალსაზრისით იმიტომ რომ დაბეჭდვა არ გჭირდება ლოჯისტიკა არ გჭირდება ამის დარიგების და ასე შემდეგ ხო უბრალოდ უნდა განავითარო სისტემა რომელიც ამას მოემსახურებოდა და ინიციატივები ამ მიმართულებით არის მინიმალური და არის ძირითადად შეგროვებაზე ორიენტირებული მაგალითად LG არის ხო რაღაცა პორტალი რომელსაც შეაგროვა უკვე არსებული რესურსები და ახალი რესურსები არის ძალიან ცოტა რომელიც შეიქმნა ამ პანდემიის დროს ისიც ბავშვებისთვის არ არის უფრო მასწავლებლებისთვის არის ხო რაღაცა საგაკვეთილო გეგმები ამ დროს რატო ვერ აკეთებს სახელმწიფო იმიტომ რომ პოლიტიკა არის ისევ და ისევ ძველებური, რომელიც გულისხმობს, რომ შემქმნელი ამ წარმოებელი რესურსების არის სახელმწიფო. ანუ იმის მაგერად რომ მიხვდნენ, რომ მთელი ციფრული სამყარო გადავიდა მომხმარებლების მიერ რესურსების გენერირებაზე და წამხალისებელი არის პლატფორმების შემქმნელი. ხო, ანუ წარმოიდგინეთ, ყველაზე აქტიური პლატფორმა დღეს არის Facebook საქართველოში. ხო, სოციალური ქსელი. და ამ დროს ცუკერბერგი არ ქმნის არც ერთ რესურსს, რომელსაც ჩვენ ვერ აქვს. ყველაფერს ჩვენ თვითონ ქმნით. ხო, ანუ ყველაფერი ჩვენი შექმნილია. ხო, ვიდეოებს ჩვენ ვიღებთ, ფოტოებს ჩვენ ვდებთ, ტექსტებს ჩვენ ვდებთ, კომენტარებს ჩვენ ვწერთ, ყველაფერს ჩვენ ვწერთ მომხმარებლები. და განათლებაში ვერაფრით ვერ ხდება სახელმწიფო რომ მან უნდა შექმნას პლატფორმები და ხელი შეუწყოს იმას რომ პრეზენტაციები დადონ მასწავლებლებმა, ვიდეოები დადონ, გაკვეთილის გეგმა მოიფიქრონ, ვიღაცამ დაუმატოს ეს გაკვეთილი და ასე შემდეგ. თვაი მაგამდე მანამ არ მივალთ. ამდე იქნება ყოველთვის პრობლემა, რომ სახელმწიფო იტყვის, რომ ჩვენ გვაქვს შეზღუდული რესურსები, აი პროფესიონალები გვყავს ცოტა, ის პროფესიონალი ახლა გჭირდება გრიპირებაზე, მე გჭირდება სასწავლო გეგმის იმაზე შექმნაზე, მე ის გჭირდება იგივე ადამიანი გჭირდება მასწავლებლებს პროფესიული განვითარების გეგმის შექმნაზე, იგივე მე გჭირდება იმაზე რომ ტრენერად გაუშვათ და აი უბრალოდ ვეღარ ვასწრებთ ამ რესურსების შექმნას და ეს მიდგომა ცხადია არ იმუშავებს. ბუნებრივიც არის ხო არ იმუშავებს და
თან იმდენად საინტერესო რომ ეს დისტანციური სწავლება საქართველოს კონტექსტში და მთელ მსოფლიოშიც მიზნობრივი ჯგუფები ამ დისტანციური სწავლების ეფექტურობის გამოყენების არის საკმაოდ დიდი საქართველოსთვის და საქართველოს კონტექსტში იგივე რაზეც ისაუბრე იგივე ამ პანდემიამ აჩვენა რომ გარკვეული ჯგუფებისთვის მოსწავლეებისთვის ეს უფრო მისაღებად ფორმაა ვიდრე პირისპირ სწავლება და გასაგებია მაგრამ ამად გარდა ყავს კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფები რომელთათვისაც შველა არის დისტანციური სწავლება იგივე მახსოვს 2015 წელს როდესაც გალის რაიონში იმ 11 ქართულ სკოლაშიც კი აიგზავნა ქართულ ენაზე სწავლება როდესაც თქვი რომ მოდი დისტანციურ სკოლაზე ვიფიქროთ როდესაც დისტანციური სკოლის პირობებში შეძლებენ მოსწავლეები გალის რაიონში მიიღონ შესაბამისი განათლება და მხარდაჭერას სწორედ ინტერნეტისა და ტექნოლოგიური მექანიზმების გზით საკმაოდ უტოპიურად იყო ჩათვლილი თუ რაზე ვსაუბრობდი თუმცა რეალურად ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ შემთხვევაში იგივე გალის რაიონთან დაკავშირებით ისაუბრე ეთნიკურ უმცირესობებზე და მათთვის ენის სწავლებაზე და როდესაც ვაღიარებთ რომ საქართველოში გვაქვს სერიოზული პრობლემა სახელმწიფო ენის სწავლების თუნდაც მასწავლებელთა კვალიფიკაციის თვალსაზრისით ამ ინსტრუმენტის დისტანციურად ენის სწავლების ინსტრუმენტის გამოყენება თითქმის დანაშაულს უტოლდება როდესაც რეალურად არაჩვეულებრივი მექანიზმი სწორედ ქართული ენის სწავლებისთვის და კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფია სადაც სწორედ ამ ინსტრუმენტის თუნდაც ერთი საგნის პირობებში ანუ აქ პროვაიდერების ქსელის განვითარება და ამ სერვისის მიწოდების განვითარება ანალოგიურად არის ინგლისური ენის სწავლება რომელიც სავალდებულოა ყველა სკოლაში და გვაქვს არათანაბარი პირობები სოფლებში მაღალმთიანებში და ქალაქში აი ამ არათანაბარი პირობების აღმოფხვრისთვის უნდა ვთქვათ რომ ტიპიდისი მიმართულებით გარკვეული მიმართულებით დაიწყო პროგრამა არსებობდა თუმცა სერვისის მიმწოდებელი თვითონ იყო ნაცვლად იმისა რომ განევითარებინა ამ თვალსაზრისით სხვადასხვა პროვაიდერის და მაქსიმალურად დიდი მოცულობა მოეწვა და რა თქმა უნდა რესურსების პრობლემა იყო ერთი TBDC ვერ გაწყვეტება იმ ხელსაჩივრებებს რაც უცხო ენის სწავლებას უკავშირდება ნუ კიდევ დიასპორასთან დაკავშირებული ჯგუფები რომლებსაც ქართულენოვანი განათლება მნიშვნელოვანია და რაც ლატვიის სკოლის მაგალითი მოიყვანე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს კონტექსტში ან ყველა წინაპირობა არსებობს რეალურად ეს გადაზრდილიყო აქამდე პანდემიამდე და რა თქმა უნდა პანდემიის შედეგადაც ასაც გარკვეული პოზიტიური ნიშნების გამოჩნდა ერთის მხრიდან მეორეს მხრიდან გამოცდილება დაგროვდა რა თქმა უნდა ვფიქრობ რომ ძალიან სწრაფად შეიძლება და კიდე ერთ საკითხს რომ შევეხოთ მოკლედ რაც ნაწილობრივ პრინციპში რაზეც ისაუბრე ეს არის მასწავლებელთა პროფესიული განვითარება და რესურსების გადანაწილება ანუ ამ პანდემიამ მე ძალიან მნიშვნელოვანი კუთხით დამანახა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, როდესაც ის უკავშირდება აუცილებლობას, რომ საგაკვეთილო პროცესი წარიმართოს. ანუ როდესაც მორგებულია მასწავლებელთა საჭიროებაზე და მორგებულია საკლასო ოთახის საჭიროებებზე, მასწავლებლები მზად არიან ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ და განვითარდნენ პროფესიულად და ძალიან მოკლე პერიოდში გარკვეული პროფესიული განვითარება მიიღეთ პანდემიის პირობებში და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ნათელი მაგალითი უნდა იყოს როგორ უნდა ავაგოთ მოქმედი მასწავლებლების პროფესიული განვითარება. მეორე მხრივ საინტერესო იყო, რომ ჩვენ სკოლებში მუდმივად თანამშრომლობითი კულტურის ნაკლებობა თითქოს შეიმჩნეოდა, მაგრამ პანდემიის პირობებში აღმოჩნდა ეს თანამშრომლობა საკმაოდ მაღალი მასწავლებლებს შორის და მნიშვნელოვანი რაზეც ისაუბრე, რესურსების გაზიარება და ურთიერთგაზიარება გახდა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნორმა და რესურსები არ უკავშირდება მარტო მასწავლებლის მიერ შექმნილ რესურსებს, იგივე ვიცით რომ რესურსების ნაკლებობა გვაქვს და სხვადასხვა სკოლებს გააჩნიათ სხვადასხვა რესურსები, იგივე ლაბორატორიების კუთხით, მასწავლებლთა კვალიფიკაციის, საგნების შეთავაზების შესაძლებლობების კუთხით, იგივე საშუალო საფეხურზე გვაქვს არჩევითი საგნები, რომელიც ფორმალურად გვაქვს, იმიტომ რომ მოსწავლეთა რაოდენობა არ იძლევა ამ არჩევითობის შესაძლებლობას და ამ შემთხვევაში რამდენიმე სკოლის გაერთიანება ამ საგნების მიწოდების თვალსაზრისით იქნებოდა რეალური მოდელი ამის სასამუშაებლად, ანუ სხვადასხვა რესურსების გამოერთიანება, როგორც ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ასევე საკადრო რესურსების თვალსაზრისით არის თანამშრომლობითი კულტურის სასკოლათა შორისო თანამშრომლობის კულტურის საფუძველი, რომელიც ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც უნდა განვითარდეს. პანდემიამ ცხადია ეს აჩვენა, რომ არის რაღაც პრობლემები, რომლის გადაჭრა შეუძლებელია არა მხოლოდ მარტო ერთი მასწავლებლისთვის, არამედ ერთი სკოლისთვისაც კი. ხო, ანუ უბრალოდ შეუძლებელია
მაგალითად ყველა სკოლამ თავისთვის დააყენოს რაღაცა პლატფორმა, ხო? ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ის ინიციატივა, ხო, რაც სახელმწიფომ თქვა შეთავაზა, რომ აი თქვა Microsoft Teams-ი ქონოდა იგივე მასშტაბების პროფესიული განვითარებისთვის, ხო? მაგალითად საგნობრივი კონფერენციების გამართვაზე ძალიან დიდი ხანია უკვე მიდის საუბარი, რომ სახელმწიფომ კარგი იქნებოდა, რომ თქვა რაღაცა ყოველწლიური მაინც გააკეთოს, ან თუ არა სემესტრში ერთი და ყოველთვის ეს ბოლოს თავდებოდა ეს საუბარი ხარჯებით, ხო, რომ დათვალო, აი ყველა საგანში რო გააკეთო კონფერენცია რეგიონული, თან დაჭირდება ხალხს ჩასვლა სადღაც, მგზავრობის ფული, მის ფული, ცხოვრების ფული და ასე შემდეგ. ამ პანდემიამ აჩვენა, რომ ეს ურთიერთობა გაცილებით უფრო მოსახერხებელია დისტანციურად. ცხადად ეფექტური იყო ეს დრო, რომ დაგვინახა იმისთვის, რომ საჭიროებას დაფუძნებული ტრენინგი გაცილებით უფრო ღირებულია ყველასთვის. ვიდრე მოთხოვნას დაფუძნებული ტრენინგი. საჭიროებების გაცნობიერებაზე ხარჯავს მინიმალურ ძალისხმევას სახელმწიფო, მიწოდებაზე ხარჯავს მაქსიმალურს, ხო? ანუ იმის მაგალითად დაანახოს მაგალითად მასწავლებელს, რომ მისი მოსწავლე თუ უკეთესად ისწავლის, ეს იქნება მისთვის, როგორც მასწავლებლისთვის, იქნება სიამაღის წყარო, ეს იქნება მისი პატრიოტული მიღწევა, რომ ეს იქნება მისი პროფესიონალად აღიარების საფუძველი და აქ დაინახოს საჭიროება საკუთარი განვითარების, ხო? ანუ მე მინდა განვითარდა, იმიტომ რომ ხედავ რომ ვერ ვეხმარები ჩემს მოსწავლეს ისე როგორც საჭიროა რომ ეს ჩემი მოსწავლე გახდეს წარმატებული, ხო? ან მე ჭირდება განვითარება რაღაცის სწავლა, მაგალითად მე პროექტების სწავლა, იმიტომ კი არ ჭირდება რომ ახალი სკოლის მოდელი არის რაღაცა გენიალური გამოგონება, არამედ იმიტომ ჭირდება პროექტულად სწავლების სწავლა, ხო, ან დაგეგმვა, ან მაგალითად რაღაც განმავითარებელი შეფასების გამოყენების სწავლა, იმიტომ ჭირდება რომ მე სხვანაირად ვერ ჩავითვლები ნამდვილ მასწავლებლად, ხო? ან ვერ ჩავითვლები ადამიანად, რომელიც ზრუნავს მოსწავლეებზე, მათ განვითარებაზე და სხვა. და აი ამას ეს პანდემიის დროს დაინახეს, რომ აი მაგალითად ინტერნეტს თუ არ გამოიყენებ და ტექნოლოგიებს თუ არ გამოიყენებ, შენ ვერ იქნები მასწავლებელი საერთოდ. იყო რომ ეს გადაჭარბებული შენატანი ამ პროცესს ხელს უშლის. იგივე რესურსების და სახელმწიფოების სახით, რომელიც გამზადებული სახით ეძლევა და პრინციპში ეუბნები, რომ გამოიყენებ პირდაპირ და დამთავრდა და რეალურად იმ საჭიროებების განცდას რაღაცების შექმნის და შეცვლის, ამ განცდას და ამ საჭიროებების პრინციპში კლავ ამის შესაძლებლობას. შეიძლება ესეც იყოს კი პრობლემა, ანუ მაგალითად ცნობილია, რომ როცა რესურსის დეფიციტია, მისი ღირებულება უფრო მაღალია. ხო, ვიდრე მაშინ, როდესაც იმაზე მეტია რაღაც რესურსი, ვიდრე ჩვენ გვჭირდება. სადაც არის ეს რესურსი, ხო, მაგალითად მასწავლებლების პროფესიული განვითარების რესურსი შეზღუდული, ცხადია, ამ რესურსის ღირებულება უფრო მაღალია. მაგრამ აქ სხვა საკითხი დგება, მაშინვე მოთხოვნები რამდენად არის, რომელიც ითხოვს მასწავლებლებისგან საკუთარი კომპეტენციების დაადასტურებას და სხვა, რომლისთვისაც არის სინამდვილეში ეს რესურსები შექმნილი. ანუ ჩვენთან რესურსების დიდი ნაწილი არის უბრალოდ იმისთვის შექმნილი, რომ ვიღაცამ არ წამოაძახოს სახელმწიფოს, რომ თქვენ რომ რაღაცებს ითხოვთ, მაშინ შესაბამის რესურსებს რატო არ გქონით ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ანუ ჯაჭვი არის არასწორი, ხო? ანუ რატომ ითხოვთ ამ რაღაცებს, ეს უნდა დაისვას ეს კითხვა. ანუ რატო ითხოვ მასწავლებლისგან მაგალითად რეფლექსიის დაწერას, ხო, სიტყვაზე. ხო, რაც ითხოვდა წლების განმავლობაში სახელმწიფო, აი და მე ამისთვის ახლა ტრენინგ შეთავაზებ თუ არ შეთავაზებ, უკვე მეასე ხარისხოვანი თვითონ ეს მოთხოვნა უნდა გავაცნობიეროთ რამდენად რელევანტურია. ნუ ჩვენ უნდა შევეცადოთ რომ მასწავლებლებმა იდენტიფიცირება გააკეთონ საკუთარი მოთხოვნების, ხო, ან მათთვის რა არის საჭირო, მე იდენტიფიცირება გააკეთონ და რა იქნებოდა ის საშუალებები, რომელიც მათ საჭიროებებს მოერგებოდა და მე ყველა პირობა შეიქმნას, რომ ეს საშუალებები
იყოს ხელმისაწვდომი, მაგრამ იყოს ხელმისაწვდომი არა იმითი, რომ სახელმწიფომ შეაგროვოს საჭიროებებზე, ანუ გამოკითხვა ჩაატაროს, ვის რისი სწავლა უნდა და მე ყველას თავისი ტრენინგი გაუგზავნოს, თავისივე შემუშავებული. ეს უბრალოდ არ არის რეალისტური. ამიტომ მე დავეხმაროთ ამ შესაძლებლობების მრავალფეროვნების გაზრდაში, რომ ვიღაცა კონფერენციაზე მიდიოდეს, ვიღაცა თვითონ ასწავლიდეს, ვიღაცა მეზობელ სკოლაში მიდიოდეს დასასწრებლად გაკვეთილზე, ვიღაც წიგნს კითხულობდეს, ვიღაც მაგისტრატურაში აბარებდეს, ვიღაც და სახელმწიფომ რაღაც მომენტში იცადა, რომ ეს ყველაფერი ერთ სქემაში გაეერთიანებინა, მაგრამ ეს წარდგენილი იყო როგორც მოთხოვნა და არა როგორც შესაძლებლობა, არა როგორც საჭიროება და მოთხოვნას და საჭიროებას შორის არის დიდი განსხვავება. ანუ მოთხოვნა გულისხმობს იმას, რომ ის ხდება რაღაცა ბარიერი, რომელსაც უნდა გადავახდეთ. მიუხედავად იმისა, ვიცი ცირბილი, არ ვიცი ცირბილი, გაინტერესებს ეს ბარიერი თავისთავად თუ არა. გვჭირდება თუ არა გადავახდეთ ეს ბარიერი საერთოდ რამეში. ხო, ანუ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, თუმცა წარმოვიდა საკითხები, რომელიც ძალიან ხმაგან ხილვას და დეტალებში შესვლას მოითხოვს, იგივე სასწავლებლთან და სახელმწიფოებთან პროფესიულ განვითარებაზე ვისაუბრეთ, ავტორიზაციის საკითხებზე და პროგრამების მრავალფეროვნების განვითარების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე არ გვისაუბრია, შორის მასწავლებელთა განათლებაზე, რომელიც ფილოსოფიურად შეიცვალა და შეცვალა პანდემიამ მისი გააზრება და ამ თვალსაზრისით არსებული ვითარება ვფიქრობ არის საკმაოდ ბევრი სივრცე და თემა, რომელსაც ფართოდ და ინდივიდუალიზირებულად უნდა შევეხოთ და ალბათ ეს ციკლი გადაცემების, რომელსაც გეგმავთ, ხელს შეუწყობს თითეული ამ საკითხის განხილვას. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად შევძელით იმ სამივე თემის დაფარვა, რომელიც უკავშირდებოდა პირველი საქართველოს წარმატებულობას პანდემიასთან ბრძოლაში განათლების მიმართულებით, მეორე კვლევებისა და მტკიცებულებების ნაკლებობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რასაც უკვე საფუძვლად ედება ხოლმე არასწორი გადაწყვეტილება სკოლების გახსნასთან და ხურვასთან, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით და ალტერნატიული მოდელების განხილვა და მესამე რეალურად ვისაუბრეთ იმ საგანმანათლებლო რეფორმის საკითხებზე, რომელიც დისტანციურ სწავლებას და შესაბამის პოლიტიკას უკავშირდებოდა. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და დიდი იმედი მაქვს გავაგრძელებ სხვადასხვა მიმართულებით უფრო აქტიურ დისკუსიებს უამრავი ადამიანის ჩართულობით და მათი მოსაზრებების გაზიარებით.